არტილერისტებს მინდა მიულოცო, აქაც ამ ბრიგადაში ისევე როგორც ხონში, ზუსტად ეხლა ამ წუთებში მიმდინარეობს იქაც ღონისძიება და მინდა აქედან შევეხმიანო მეორეს არტილერიო ბრიგადის მთელ შემადგენლობას, მეთაურს, ყველას მინდა რომ წარმატებები უსურვო. ქვეყანას ნუ დაჭირვებოდეს მათი სამსახური, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ ისინი ისევე როგორც მთელი 64 წლის განმავლობაში დღესაც მზად არიან, რომ სრული თავგანწირვით და ხედრული მამაცობით გვერდში დაუდგნენ საკუთარ სამშობლოს. ჩვენ რა თქმა უნდა დღევანდელ დღეს მადლიერი ვართ, ვიხსენებთ გმირებს, რომლებიც სწორედ ამ საარტილერიო ბრიგადებიდან იცავდნენ ჩვენი ქვეყნის ღირსებას ყველა ომში, რომელიც საქართველოს 65 წლის განმავლობაში გადაიტანა და ასევე იმედიანად ვართ, როდესაც ამ ბიჭების მხნეობას უყურებთ. მიულოცო ყველა არტილერის მოქმედს და ვეტერანს, ვინაიდან არტილერისტი თუ ხარ, ყოველთვის არტილერისტად რჩები. მინდა ვუსურვო მათ წარმატება, დიდხანს სიცოცხლე, ჯანმრთელობა, ქვეყნის წინსვლაში მონაწილეობის მიღება, ვიძახი და კიდევ მინდა გავიმეორო, რომ ქართული არტილერია ეს არის ის ძირითადი და ყველაზე ქმედითუნარიანი ძალა, რომელიც შეიარაღებულ ძალებს გაგვაჩნია. 24 წლის უკან ჩაიყარა საფუძველი საარტილერიო ქვედანაყოფების ჩამოყალიბებას და მთელი ამ ხნის განმავლობაში საარტილერიო ქვედანაყოფებს თავისი სიტყვა უთქვიათ. ზედმიწევნით შეუსრულებიათ ყველა ის ამოცანა, რაც მათზე იყო დაკისრებული. მე მინდა აგრეთვე შევეხო იმ სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებიც დაიღუპნენ სხვადასხვა სახის ოპერაციებში, მეგულისხმობ არტილერისტებს და ნათელი ხსოვნა ვთქვა მათი. დანარჩენი პირად შემადგენლობა, რომელიც დღეს საარტილერიო ქვედანაყოფებში მსახურობს, მე მინდა ყველას მთელი შეიარაღებული ძალების მასშტაბით მიულოცოთ დღევანდელი დღე. ქართულ არტილერიას მონაწილეობა მიღებული თითქმის ყველა ომში, რაც საქართველოში განვითარდა ქვეყნის ისტორიაში და საკმაოდ წარმატებით თავის საბრძოლო სიტყვა ყოველთვის არტილერიას და მომავალში ესე იქნება.